მოგესალმებით ყველას. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, როგორი ბუმერანგი უბრუნდება თქვენს მტერს. ნახოთ, როგორი ბუმერანგი უბრუნდება თქვენს მტერს. მოდი ჯერ ერთი არკანით ვნახოთ, ერთით არა სამით. ვნახოთ, ვინ არის დღეს ჩემთან გაშლაზე მოსული. და მე ვნახოთ უკვე როგორი ბუმერანგი უბრუნდება თქვენს მტერს. ვინ არის თქო დღეს გაშლაზე მოსული და 10-იანი ხმლები მოვიდა. არკანი სამართლიანობა. ორასწორად შევარჩიე დასტა. ისტორია მდგომარეობს შემდეგში. ვინც დღეს გაშლაზე მოვიდა სამი არკანი თქო, მაგრამ არ გამოდის. რაღაცნაირად არ გამოდის ჩემ გაშლებში ეს სამ-სამი არკანი. ადამიანი დღეს ახლა აი ამ წუთას იმყოფება აი ამ მდგომარეობაში. ეს არის მოცემულობა, როდესაც უსამართლოდ გიღალატეს, ან უსამართლოდ მოგექცნენ. და ეს უსამართლოდ მოქცევა თქვენი მხრიდან გამოიწვია რამ? ანუ ვარსკვლავის ენერგია აქ და მერე მოდის სუთასების ენერგია და არკანი ძალა. აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანს ან თვითონ ჩაიგდო ადამიანმა თავი ილუზიებში და ილუზორული განწყობით თუ აი რაღაცა აბსურდული ქმედებით თუ იმედებით რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა აქვე აჩვენებს ამას, რომ ეხლანდელი სიტუაცია ამ ადამიანის არის როგორი, ანუ ძალიან ბავშვური და სინამდვილეში რო ვკითხოთ, აი დააკვირდით ახლა თასების მეფეა და თასების საბოდიში მონეტების მეფე. და ამ დროს ეს ადამიანი რეალურად ეხლა იმყოფება არა თასების, არამედ პაჟის ენერგიებში. ანუ თქვენ თითქოს მოიქეცით ძალიან ზრდასრულივით, თითქოს მოიქეცით, მაგრამ სამყარომ ეს ეგრეთ წოდებული ზრდასრულობა თქვენ ჩაგითვალათ არა გონივრულ ქმედებაში. და იმის გამო, რომ ეს ქმედება იყო არაგონივრული და იმის გამო, რომ თქვენ რაღაცა ემოციურად მიიღეთ გადაწყვეტილება და არაგონებით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ერთდროულად როგორც ემოციებს, ისე ფინანსებს, აქ აჩვენებს პირდაპირ და ანუ თითქოს გინდოდათ რომ მოქცეულიყავთ რაღაცა დიდივით, ზრდასრულივით, პასუხისმგებლიანი ადამიანივით, ღირსეულად, მაგრამ რეალურად ეს თქვენი ღირსეული ქმედება ადამიანებმა გამოიყენეს მხოლოდ და მხოლოდ სათავისოდ და დაგტოვეს აი ამ სიტუაციაში, როგორიც არის ახლა დღეს 10-იანი ხმლები. ეს არის ზურგშექცევა, ეს არის ღალატი, ეს არის რაღაცა უარყოფა, გარიყვა, იმის გრძნობინება ადამიანისთვის და იმის დანახება, რომ არა რაობა ხარ, არაფერი არ ხარ, არაფერს არ წარმოადგენ და ამ დროს მე ანუ თქვენ მტერზე მაქვს აქ საუბარი, ტრანსლირებს ისე, რომ ცხოვრობს თავისი ბედნიერი ცხოვრებით რეალურად, აგერ არის ვარსკვლავის ენერგია და მშვენივრად გრძნობს, რა თავს არ არის აქ ის მოცემულობა, რომ ვიღაცა იმის გამო, რომ თქვენი ტანჯებით ანალოგიურად ან მსგავსად მაინც იტანჯებოდეს. ესეთი სიტუაცია დღეს აქ ამ ადამიანთან მიმართებაში, ვინც დღეს გაშლაზე მოვიდა, თუ ეს საკითხი თქვენზე რეზონირებს, ხო აქ არის საინტერესო კიდე ერთი მომენტი, აი აქ ამოიღო.
ხუთიანი თასები, ანუ აქ არის ფინანსური სიდუხჭირე. და ხსნას რომ ვერავისგან ვერ ითხოვთ, ვერ ელით, არც ელოდებით და ასე შემდეგ. მოკლედ ესეთი სიტუაციაა. თუ ეს რეზონირდა, უყურეთ დანარჩენ გაშლასაც, თუ არ რეზონირდა პრეგაშლა, მაშინ ეს გაშლა თქვენი არ არის მეგობრებო და არ უყუროთ. ეხლა ვნახოთ რა ბუმერანგი უბრუნდება თქვენს მტერს. აქ რა ხდება ეხლა თუ დააკვირდებით ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ტაროს ენერგიებში სუხმლები წამოიღო ნახეთ ადამიანი ახლა თქვენი მტერი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმყოფება ძალიან კარგ სიტუაციაში ანუ რეალურად მისთვის განკითხვის დღე ჯერ არ დამდგარად აი განკითხვის დღე სამსჯავროს არკანი ამ კონკრეტულ ადამიანს დაარტყავს არჩევანის ნაწილში, გადაწყვეტილების ნაწილში და ეს გადაწყვეტილება მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს ამ ადამიანმა ცხოვრებაში და ამ ახალ ეტაპს უკავშირდება სწორედ ეს გადაწყვეტილება. და აი ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ადამიანი, რომელსაც მიიღებს, გადადის სრულად აი ამ მდგომარეობიდან გადადის სრულად შიშის ენერგიაში. გადადის მოცემულობაში, როცა აი სიყვარულის თუ გრძნობის თუ ემოციების სახელით მასაც ზუსტად იგივე ტკივილს მიაყენებენ, რაც მან მოგაყენათ თქვენ. ეს იქნება აუცილებლად და ეს ყველაფერი იქნება მისთვის ახალგაზრდა ენერგიის მქონე ადამიანისგან. ანუ თუ ხალია მაგალითად მამაკაცი მიაყენებს ამ ტკივილს, თუ მამაკაცია ქალბატონი მიაყენებს ამ ტკივილს. აუცილებლად იქნება ეს. კიდევ რა ბუმერანგი ელოდება. ხუთიანი ხმლები. ნახეთ, აქაც ხუთიანი ხმლები, აქაც ხუთიანი ხმლები. კი ბატონო, თასების რაინდი, თასების რაინდი. მშვენიერი. სამიანი ხმლები, სამიანი ხმლები. არკანი მეეტლე. 10-იანი თასები. არკანი იმპერატორი. აქ არის მოცემულობა, როდესაც ამ ადამიანის ცხოვრებაში განმეორდება ზუსტად იგივე სცენარი, ოღონდ მისთვის. ამ ადამიანს ფაქტობრივად იქნება შეიძლება ის იყოს ფარული ურთიერთობა ან ასე შემდეგ, რომელიც აი ზუსტად აი ამ მისთვის მტკივნეულ წერტილზე დაარტყავს არკანი სამსჯავრო, არკანი იმპერატორი ქალი და არკანი კვერთხების ტუზი. აქ არის სიტუაცია, როდესაც მაღალი ძალები ბუმერანგს აბრუნებენ ფაქტობრივად ზუსტად იგივე ან აი ძალიან მსგავსი ფორმით ამ ადამიანთან, რაც გამოგატარათ თქვენ.
ანუ როგორც თქვენ მოგექცათ, აი ზუსტად იგივე ვარიანტში. აქ არის, აი რა ვქნა, სულ იგივე სცენარს ამეორებს უკვე ორჯერ კი არა და მესამედ ფაქტობრივად, რომ ადამიანი ემოციებისა და სიყვარულის სახელით გამოიყენეს და თქვენს მტერს თუ არაკეთილის მოსურნეს, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით, ზუსტად იგივე გზის გავლა მოუწევს, ოღონდ ამჯერად თვითონ. ვისთვის არის ეს გაშლა, არის თუ არა, საერთოდ ვინმესთვის სიმართლე გითხრა არ ვიცი, ზოგადად მე არ მიყვარს ხოლმე იცით თქვენ ესე მტრებზე და რაღაც ბუმერანგებზე გაშლების ჩაწერა, მაგრამ დღეს რატომღაც მომინდა და შეიძლება იმიტომ, რომ ეს დაბნელებების დერეფანი იწყება პრინციპში, რაც გასაშვებია, თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ თქვენი ენერგიიდან. 12 აგვისტოს არის ეს დაბნელება და ეცადეთ, რომ ის ემოცია, რაც გამძიმებთ, რაც ტრავმას გაყენებთ, რაც ემოციურად უსუსურს ხდით ფაქტობრივად და ძალიან მოწყვლად ხო, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გაუშვათ და მიანდოთ სამყაროს ის ბუმერანგი, რაც სამყაროსეულად სამართლიანია. ადამიანური გადმოსახედიდან შეიძლება რაღაცეები გაცილებით სამართლიანად, ან უფრო მკაცრად გვინდა რომ მოხდეს, მაგრამ სამართლიანობა და უზენაესი სამართალი არც ერთმა ცოცხალმა არსებამ, ვისაც ადამიანი ქვია ფაქტობრივად, არ იცის როგორ და რანაირი კანონებით სრულდება რეალურად სამყაროში. კი, რაღაცეები ჩვენ ვიცით, მაგრამ ის რაც ვიცით, იმაზე 10ჯერ და 20ჯერ მეტი რამ არ ვიცით. ამიტომ მივენდოთ სამყაროს სამართლიანობას, აი აგერ ისევ, ნახეთ. იგივე სიტუაციაა. მივენდოთ სამყაროს სამართლიანობას, სამყარო თავად გადაუხდის ყველას იმას, რაც მისაღებია. ესეთი იყო ჩემი დღევანდელი საჭირო გაშლა, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს რომ რეზონირდა და შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.